silver screen. Second in a white dress, walking like a summer dream. While the good girls lost interest, she's still living for the silver screen. Living for the silver screen. Πατარა შეცდომებს და დიდი кейფების მერე დაიწყო ყველაზე პოზიტიური და თბილი გადაცემა ბიბინა 18. საერთოდ გადაცემას დავიწყებდეთ, მინდა გითხრათ, რომ იქიჩდა მერკელი, იქიჩდა ონალდი, იქიჩდა მთელი ევროპა. რა ევროპა თქვენ გარეშე და რაც იმას ნიშნავს, რომ ეთერშია ბიბინდა ბიბინა 18. რა თქმა უნდა მე მისი უცვლელი წამყვანი ძოელიც თემომჟავია გახლავართ. ეს მოგიფიქრებია? და მე მარტო არ წავიყვან ამ გადაცემას, მის საყვარელი დამეხმარება, ყველაზე პოზიტიური ადამიანის კალენდარში ლევანიკა გოგორელიანიო. დავადებ ძალიან გეკას დავადებ, tak? მასასე მიესალმოთ ყოხიასული და ასეთ ვაირი, ნინიკელა გოგიჩაიშვილი. ბატონო ლევან, როგორ განდელი ბატონო? ჩვენ დღევანდელი გადაცემის თემა არის ვიზა ლიბერალიზაცია. ხო, კი, ნამდვილად. ანუ კვირდებიან დღეს ან ხვალ გაიხსნებაო რა საზღვარგარეთო. იმით არის ეს მნიშვნელოვანი, რომ დღეს წელს არის 100 საიუბილეო წელი, რაც ამას კვირდებიან. მართალია. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ვიზა ლიბერალიზაციაზე, როგორც ასეთი. მაგრამ ნუ მიაწვევთ ლევან. ჯერ ნუ გავიქცევით, ნუ მივაწვევით ერთმანეთს, ნუ გადავთელავთ ერთმანეთს, იმიტომ რომ ყველანი დავეტევით აუცილებლად ჯორჯიანის სტუდიო ოპერატე. Იბატონო. აი მოგეთ რა ხდება? საუბრობთ, ხო, უვიზო მიმოსვლაზე რა. ანუ თვითონ ფრაზა მიმოსვლა, ანუ გულისხმობს მიმოსვლა, ანუ მიმისვლა კი არა, მიმოსვლა, ანუ მისვლა, მოსვლა. მარტო მისვლა არა, ჩემს საყურადღებოდ ვამბობ რა. მისვლა არა. მისვლა მოსვლა, ანუ. რა თქმა უნდა. ეს უვიზო მიმოსვლა იქნება როგორი, ანუ ჩვენს მხარეს საზღვარს კი არ გააუქმებენ, ანუ ისევ დარჩება საზღვარი და უბრალოდ რომ შევალთ, იქ იჯდება მესაზღვრე და რაღაც შენს პასპორტი, უბრალოდ ვიზა არ დაგჭირდება რა. მომაწოდე პასპორტი მიაწვდი, ამოგხედავს, შენ კაი ბიჭი ხარ შედი. შენ არ შეხვიდე. ანუ face control, ანუ თვითონ მესაზღვრე გადაწყვიტავს. face control-ის ავით იქნება? ეგრე გამოდის ხო? ანუ face control-ი თუ იქნება, შენ დარჩი საქართველოში, ანუ. იუმორის ფესტივალი უკვე ევროსტანდარტებით ხდება და ევროპარლამენტზე აშენებული იუმორის ფესტივალი თუ რა ვიცი. მაგრამ ეხა მართლა თუ ეს face control-ი თუ იქნება, ჯობია იქ რომ გალერის face control-ი არ დააყენო, თორე მარტო გეებს გაუშვებენ. კაი, რაღაცები უნდა გავითვალისწინოთ, ხა? როცა შეგვიშვებენ ევროპაში, ერმა უნდა გავითვალისწინოთ. პირველ რიგში ლამაზად უნდა ჩავიცვათ. ეს ერთი. ხო, აუცილებლად ლამაზად უნდა ჩავიცვათ, ხო? ლამაზი ჩასმულობით. გავიდეთ ევროპაში. მეორე ევროპაში. მეორე პროექტ შენ შეგიძლია ეკოზე უნდა უთხრათ რომ პროსტა ჩვენ პონჩი ღვადაობთ. მესამე, ანუ მტკვარზე უნდა უთხრათ რომ დედა ყავდა შავკანიანი და უბრალოდ ესეთ ფერი აქვს და არა რამე სხვა ვერსიები. და უბრალოდ ტრანსპორტირებისთვის ვიყენებთ ვატანთ რაღაც ბოთლებს, რაღაც რა მნიშვნელობა აქვს ეს, ანუ ჩაგვეძიებიან და. ო, რა, ჩვენი ნება არის რა, ვიყენებთ ტრანსპორტად და всё. ჩემი აზრით ეს გარკვეულწილად იქნება პროგრამა. ანუ მარტო ის კი არა რომ აი უვიზო რეჟიმი და ევროპა რა კაია, არა. პროგრამა იქნება ისეთი ადამიანებისთვის, რომლებიც არიან ღიბზე ხელს რო იტყავენ. მიტოვე. ესე. დავაველი რო ხთავზე. რბილი.
და საროჭკარო აქვს შეცვლილი სამღილზე. ეს უნდა გაუშვათ ამ სისტემით, ამ პროგრამით და რო ჩამოვლენ ამ სამღილს იმედია 1-2 ღილი მოაკლდება მაინც მინიმუმ. მინი. კაი, მოკეთ. აია. ამდენი ადამიანი რომ მივაწყდებით ევროპას, აუცილებლად დაგჭირდება ერთი ადამიანი იქ რომელიც იდგება და ესე იტყვის რომ ბულგარეთი 2 ადგილი, всё, კაი შეიცო. აბა, საბერძნეთი 2 ადგილი, всё შეიცო. всё აღარაბა. რომში გამოსდა 2 ადგილი. აბა! ლევან, მოიცოდა ხარ. ალბათ გაინტერესებს აი ეს ტიპები რა, ცოტა აგრესიულად რო უდგებიან ევროპას ზოგადად და რო აპროტესტებენ და რო სუფრასთან რო არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის 64-ზე და ალბათ გაინტერესებთ ეს ტიპები რას იზავენ. დიახ. რას იზავენ და რო შევალთ ევროპაში იქ დაგხვდებიან რა და მოკლედ გასვლაზე იმდენი ხალხი იწევს, გასვლის დროს ისეთი რიგი იქნება შეიძლება დედამიწა გადაიხაროს. დაკოჩოს. ყველაფერს თვითონ დაკოჩოს. ძალიან თბილისურია გადაიხაროს. ფაქტიურად ჩინელების დრო დასრულდა და დაიწყო ალბანელების დრო რა. ალბანური მასაჟი. ევროპელებსაც მოუწევთ რაღაც ქართული მენტალიტეტის გათვალისწინება, იმიტომ რომ თქვათ ხო მოგცემენ 90 დღე იქ ყოფნის უფლებას უვიზოთ. მაგრამ მოუწევთ რომ მაყურებელთა დაჟინებული თხოვნით ბატონ ჯემალ ბაღაშვილს გაუხარგზივონ ეს ვიზა და ახლა მინიმუმ 100-იანი. მოკლედ ეს ტერმინი ჩამოთრეულები გადაინაცვლეს ევროპაში და ევროპელები დაგვიძახებენ ჩვენ ჩამოთრეულებს განურჩევით ვაკისა და ბარისა და ჯდომელებისა და ფილისელებისა. ანუ ყველას დაგვიძახებენ ჩამოთრეულებს და აქ დარჩება ესეთი ტერმინები რომ დარჩენილები და დაბრუნებულები. კაი, აუცილებლად რაღაც უნდა დავიმახსოვროთ, რომ იქ რომ ჩავალთ, რომ შევალთ მასიურად რომ შევალთ, ბარდიურებზე ნუ გავაჩერებთ, მანქანას ნუ ვაფიქრებინებთ, რომ ეს ადამიანები არიან უკულტურეებიო, აქვთ გაზონები და იქ გავაჩეროთ და ვაბუშავოთ და რაც გვინდა ისხოს. მოვთხაროთ. ანუ ეხა მართლა, ეხა ძალიან სერიოზულად რა, ნინი ეხა რა. ძალიან სერიოზულად ეხა. ყველაფერს ნუ ვასწავლით, გაიგე, ევროპელებს. რაღაცები შევინახოთ, რა საერთანი რა. ანუ მე ფასი დაედება და მე ვასწავლოთ. აი მაგალითად როგორიც არის, რომ დალევის წირო კარ აქვს ჭამთ. რაშია? ეს ერთი. მეორე, ზაფხულში რომ კისერზე სველის ხვისახოცი მაგრა ასწორებს. ეს და ბოტასებს რო ქუსლებს გადაუკესავ და საკაიფო ჩუსტები რო გამოდის, ეს მესამე. ეს ქეზიასის ფაქტორები ჩვენთვის დავიტოვეთ. და ასევე კიდევ ერთი თხოვნაა, რომ ტრევის შადრევანთან ნუ გავრეცხავთ მანქანებს, ვაინს ტურისტები დადიან და ხურდებს. არ მოხდეს მანქანას არ გაგვიბზარო. ო, მართლა. ხო, პრინციპში ევროპისთვისაც კარგია ამდენი ქართველი რომ ჩავალთ აუცილებლად, იმიტომ რომ რეალობას თვალს გაუსწორებენ და მიხვდებიან რომ ცხოვრება მთლად ეგეთი თბილიც არ არის. ესეთი იქნება სიურპრიზ. და ბევრი ქართველი ჩასვლის შემდეგ იქნება ესეთი რეკლამა. If you want money motherfucker. ხო, გოგოებისთვის ცხოვრება უფრო გართულდება. ვის ენდომება ეხა ნაევროპალი და ამავდროულად ნაშამქორალი. აზარი არ არის, ამდენი ხალხი გავდივართ. ყველამ რო თვითონ გავიყო და დასუფთავდება ქვეყანა. მოკლედ დაველოდოთ დღე-დღეზე გაიხსნება საზღვრები, უკვე მე-1000 საიუბილეო წელი ამას გვირდებიან და ერთი რაღაც დავიმახსოვროთ ქართველებო, ვინც ბოლო ის ნოლო. Georgian Dream Studio Oi, se capito, agarrar, ay, va a quedar